მე ახალი სტუდენტების წინააღმდეგი ვარ. ჩვენც მათ წინააღმდეგ ვართ. ფრეშის გარდა, მეგობრებო, მივცეთ მათ შანსი? დიახ, მინდა მათთან მეგობრობა. მე მათ ვასწავლი ლაფშისა და კიმჩის ჭამას. ძალიან გვაღიზიანებთ. სხვა რამეს ჭამს საერთოდ? არა, მე ვჭამ მხოლოდ კორეულ ნუდლს და კიმჩის. გაიგე? სხვათა შორის მეც მომწონს კორეული ლაფშა. რას უყურებთ? მას შემდეგ, რაც ჩვენი კამპუსი პოპულარული გახდა, ყველა სურს აქ გადმოსვლა. ჩანდაბა ძალიან მაღიზიანებს ეს სათვალიანი ტიპი. დაკ, მიდი, დაარტყი მას მუშტი. ახლავე, გაჩერდი. ახლა არ არის შესაფერისი დრო. მოკლედ, მე გადავწყვიტე. გოგონებს მივცე დარჩენის უფლება, ხოლო სათვალიან ბიჭს აუცილებლად გავაგდებთ. არ გაბედო ჩემს სათვალეებიან ბიჭს შეეხო, თორემ ჩემთან გექნება საქმე. რაზე ლაპარაკობენ? ალბათ ჩვენზე საუბრობენ. არა მგონია მათ გულზე ვეხატებოდეთ. არა უშავს, მე ვაიძულებ მათ რომ მოვეწონო. ისინი ველურები არიან. მოერიდეთ მათ. მე უკვე მქონდა მათთან პრობლემები. შეგიძლიათ მას თავი აარიდოთ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, მეყოლება ქრაში. ძალიან ჭირვეულები არიან. გადაწყვეტილია, ჩვენ ახალ სტუდენტებს მოუწყობთ ტკბილ ცხოვრებას კამპუსში. შეძახილი, ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის. ახალ სტუდენტებო, წადით კამპუსიდან მარტივი გზით. ჩვენ არ გვეშინია თქვენი და არ დავტოვებთ კამპუსს. არ მინდა რომ შარში გავყო თავი. შენ რამ შიშარა ხარ? ახალი სათვალე მაქვს და არ მინდა რომ დამიმტრიონ. ასეთი აგრესიულები რატომ ხართ? ყველაფერი რიგზეა, ჩვენ პოზიტიურები ვართ. ვიმეგობროთ, მე თანახმა ვარ. ჩაგეხუტო? ჰალკ, სულელი ხარ? ნაის, რა გინდა? ვერ ხედავ? პატარა სურს რომ ვიმეგობროთ. მეც მინდა ვემეგობრო, ხომ ხვდები რასაც გულისხმობ? მოკლედ, ახალ სტუდენტებო, აი რაშია საქმე. თქვენ აქ ნამდვილად არ ხართ მისაღები. თქვენ აქ არ გექნებათ სიმყუდროვე. ნუ ხო, შენ არ ხარ წიწირვა. სტეფ, გაიგე, ის ძალიან თავხედია. აჰა, მე შენ გიმახსოვრებ, მოგვიანებით დაგელაპარაკები. უკვე დამეგობრდით ბავშვებო? ხო, ისინი ძალიან მაგრები არიან. უკვე აღფრთოვანებული ვარ. ძალიან ყურადღებიანი და წარჩინებული სტუდენტები არიან. ახლა მე დროებით დაგყოფთ გუნდებად. უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი მეგობრობა და ჩვენი ბავშვები ჩაგიტარებენ ექსკურსიას კამპუსში. ჩვენ რა მუზეუმში ვართ? არა, მენდი, მუზეუმში არ ვართ, მაგრამ ახალი სტუდენტები უნდა შეეგუონ ჩვენ კამპუსს, რომ იცოდნენ ყველა ოთახი და არ დაიკარგდონ. სხვათა შორის, ჩვენ ყველანი ჯანსაღი საკვების მომხრე ვართ. გასაგებია? კარგი. მისტერ მაქ, ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე და გადავწყვიტეთ, რომ ახალ სტუდენტებს შეუძლიათ ყველა ოთახის პოვნა ჩვენს გარეშე. ხომასია, მეგობრებო? ხო, მაქს, ბავშვები არიან? ჩვენ არ ვართ საბავშვო ბაღში. ბავშვების ქცევიდან გამომდინარე, ჩვენ შედეგს მივაღწიებთ. დაგავიწყდათ ჩვენი კამპუსის დევიზი? მაქს, მე მახსოვს, შაკ, არ ჩაერიო. ვერ ხედავ, სასწავლო პროცესში ვარ. მეგობრებო, ერთ თავს ვთქვათ, კამპუსი ერთი დიდი ოჯახია. კამპუსი ერთი დიდი ოჯახია. აი ეს უკვე სხვა საქმეა. კარგი ახალ სტუდენტებო, თუ რაიმეს გააფუჭებთ, ტუალეტში ჩაგკეტავთ. მე ნამდვილად მეშინია სიბნელის. ეს ნიშნავს, რომ პირველი იქნები. ჩაკ, უკვე გითხარი, არავის ეშინია შენი ტუალეტის. მე უკვე ვიცი, ვის ვაჩვენო კამპუსი. კამპუსს არავის არ აჩვენებ. რატომ? იმიტომ მენდი, მომიტანი ახალი სტუდენტების სია? ისინი უკვე ჩემს შავ სიაში მყავს. კარგი, ოლივია, კამპუსს დაგათვალიერებინებენ კამილი, ჰალკი და ნაისი. მე მას ვაჩვენებ საუკეთესო ადგილებს ჩვენს კამპუსში. ჩვენთან არის ისეთი ადგილები, სადაც მე ჯერ არ ყოფილვარ იქ. ბუშტო, დილან, გუფი და პონკა კამპუსს დაათვალიერებინებთ ფრეშს. არა, ოხონდის არა. და ვის სურს გაბისაჩვენოს? მე, გთხოვთ.
არავინ ლაპარაკობს, როგორც ყოველთვის. კარგი, გაბი მიდის კალათბურთელების გუნდთან ერთად, ის მე ვერ მხედავს. მოლი და ფიონა ჩოგბურთელ გოგონებს წაყვებიან. ვაჩვენოთ გოგოებს კამპუსი. ჩვენ არ უნდა ვაჩვენოთ კამპუსი ახალ სტუდენტებს. კამილ, არც იფიქრო ახალ გოგოს შეხედო. მე გიყურებ. აი, შენი შავი სია, მენდი. კარგ დღეს გისურვებთ. კეთილი იყოს შენი მობრძანება ჯოჯოხეთში. მოდით შევთანხმდეთ, რომ აღარ შემეხებით. ჩვენ არ შეგეხებით ძმაო, ჩვენ კულტურული ბიჭები ვართ. ხო, ჩვენ ცოტას, ის კარგია. თქვენ შეგიძლიათ დარწმუნდეთ თამაში. კი, მე ძალიან კარგი ვარ. ვეთანხმები მას. მომეცი შენი სათვალე. მინდა ვცადო ჩემს თავზეც. მათ გარეშე ვერ ვხედავ მე. კარგი რა, უბრალოდ მოვისინჯებ და დაგიბრუნებ მას. ღმერთო ჩემო, ბიჭებო, თქვენ დიდები და სასაცილოები ხართ. კარგი, გაჩერდი და დამიბრუნია. მოიცადე ერთი წუთი, მე ჯერ არ გამიკეთებია ის. ბუშტო, რა მრგვალი ხარ, როგორც ბუშტი. გუფი, შენი თავი სირაქლემას კვერცხს გავს, იცოდი ეს? დაუბრუნე ბიჭს სათვალე, ვერ ხვდები, მათ გარეშე ვერ ხედავს. მადლობა, ახლა კი ვხედავ, ჩვენ გაჩვენებთ ჩვენს საიდუმლო ადგილს. უბრალოდ არავის უთხრა, გაიგე? აბა, გამოგვყევი. იჩქარე. ბიჭებო, შეწყვეტეთ ჩემზე მოშტერება. ჯობია მაჩვენოთ კამპუსი. ხო, პატარა ოლი, ჩვენ გაჩვენებთ კამპუსს. დირექტორის კაბინეტის ნახვა გინდა? დიახ, ჩვენს გარდა არავინ ყოფილა იქ. პატარა ოლი? არავის არასდროს დაუძახებია ჩემთვის ასე. მიდი მაჩვენე შენი დირექტორის ოფისი. ეს არის დირექტორის კაბინეტი. უბრალოდ დამპირდი, რომ არავის ეტყვი, რომ ჩვენ ეს გაჩვენეთ, კარგი? გპირდები. შემოდი. ჰეი, გააღე კარი. ვიცოდი, რომ ისინი რაღაცას მომიწყობდნენ. ყველა სკოლაში ერთნაირი სიტუაცია. ჩაარტყით ხელი, -1. წავიდეთ. გოგოებო, ეს გასახდელი ექსკლუზიურია. ის ჩოგბურთელი გოგონებისთვისა, ხოლო ჩოგბურთელი გოგოები ჩვენ ვართ. ჩვენ მაგარი ჩოგბურთელებიც ვართ. რა მაგარი გასახდელია. რა მოხდება თუ გეტყვით, რომ ჩვენც ჩოგბურთელი გოგოები ვართ? ვა, რა კარგი ამბავია. ლოლა, ვფიქრობ, რომ ჩვენს გუნდში ახალი წევრები გვეყოლება. გოგოებო, თავი ჩათვალეთ როგორც ჩვენი გუნდის ნაწილად. ჩავეხუტოთ? კარგი გოგოებო, შევგუეთ თქვენს ახალ გასახდელს, მე და ლორე წავალთ. ნახვამდის მეგობრებო, ნახვამდის. გასაოცარი გასახდელი ოთახია და ახლა ჩვენია. მათ დაიჯერეს, რომ ჩვენ ჩოგბურთელები ვართ. მოიცადე მოლი, მგონი რაღაც გაქვს ზურგზე. შემობრუნდი? შენ გაწერია, რომ ქათა მიხარ. მეც ხომ არ მაწერია ასეთი? შენ გაწერია, რომ ქათა მიხარ. უხეშები, შეხედე რა გაგვიკეთეს. რატომ მომიყვანეთ აქ? ეს არის კამპუსის კაფე. სწორედ აქ ვატარებთ დროის უმეტეს ნაწილს. ხო, ჩვენ გვიყვარს აქ სიარული. ეს ჩვენი განსატვირთი ადგილია. აქ თქვენ გაკვეთილებს აცდენთ? ხო, ხანდახან. ძმაო, მოდი, გაცინო. ხო, გაბი, გინდა რაღაც სასაცილო გაჩვენო? თქვენც პრანკერები ხართ? ხო, ჩვენ გვიყვარს გართობა. აბა, შეხედე ამას. რატომ? შეხედე, სასაცილო იქნება. კარგი. გაგიზდი?
აბა ფრეშ, სწორედ აქ ვემალებით ხოლმე მისტერ მაქს, როცა არ გვინდა კლასში წასვლა და მე მიყვარს კლასში სიარული. ნერდი, თუ ოდესმე ნახავ ჩვენ საიდუმლო ადგილს, შენ ყოველთვის მოგინდება, რომ აქ მოხვიდე. მართლა? მართლა. შემოდი. ვა, რა სიბნელია აქ? გააღი კარი, არ მომწონს აქაურობა. არი ნერვიულო ნერდო. დაჯექი ცოტა ხანს მოგეწონება. ძალიან კარგი, ფანარი მაქვს. რამდენიმე წიგს მაინც წავიკითხავ. სულელები ხართ. ხვდებით რომ ამის შემდეგ ის არასოდეს შემიყვარებს? ჩვენ არ გვინდა რომ მას შეუყვარდე. ბავშვებო, დარწმუნებული ვარ მისტერ მაქსი ახალ სტუდენტებთან ერთად მოდის. ვიცოდი რომ მასთან გვიჩივლებდნენ. თითქოს არაფერი მომხდარა. მეგობრებო, რა ხდება? რატომ გიჩივიან ახალი სტუდენტები? მისტერ მაქს, ჩვენ არ ვიცით რატომ გვიჩივიან ისინი ჩვენ. თქვენ გთხოვეთ კამპუსი გვეჩვენებინა მათთვის. ჩვენ ვაჩვენეთ. თქვენ თვითონ გაარკვიეთ. მე საქმე მაქვს. ჩაკ, შენ გაარკვიე? კარგი. მობრძანდით ახალ სტუდენტებო, ეს უბრალოდ ხუმრობა იყო. დიახ, ეს იყო კამპუსის გაცნობა. ამის გარეშე თქვენ ვერ გახდებოდით ჩვენი დიდი ოჯახის ნაწილი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კამპუსში. ჰო! მეგობრებო, მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაელოდეთ ჩვენს ახალ მაგარ სერიებს. ნახვამდის ყველას! I know that you're trying to fix me, but I don't wanna be like you. If you wanna take it back to the 50s, maybe I'm not the guy for you.